მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ International Institute of Business Analysis სასერტიფიკატო გამოცდაზე, რომელსაც ქვია Agile Analysis Certification. შემოკლებით მისი აბრევიატურა არის AAC. და ზოგადად ინფორმაცია მოგახსენოთ ამ გამოცდის შესახებ. ეს გამოცდა საკმაოდ კომპლექსურია, საკმაოდ რთულია, ამიტომ ერთი ვიდეო არ იქნება ამისთვის საკმარისი და 5 წუთში ვერ ჩავტევ ამ ყველაფერს, ამიტომ რამდენიმე ეტაპად შემოგთავაზებთ აღნიშნული გამოცდის შესახებ და ტიპების და ტრიკების შესახებ ვიდეოებს. ზოგადად ინფორმაცია რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის ის, რომ გამოცდის ხანგრძლივობა არის 120 წუთი, 2 საათი. გამოცდის კითხვების რაოდენობა არის 85 კითხვა, multiple choice, scenario based კითხვები მოდის და გამოცდის ტიპიც არის competency based, რაც ნიშნავს იმას, რომ ამით მოწმდება ამ გამოცდით, ამ სერტიფიკატის აღებით მოწმდება და დასტურდება შენი ცოდნა agile-ში, business ანალიზში. აქ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის, რომ თუ არ გაქვთ, როგორც ასეთი პრერეკვიზიტს IIBA არ აყენებს, რომ ეს გამოცდა ჩააბარო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის knowledge based, ეს არის competency based, თქვენ გარკვეული ტიპის უკვე პრაქტიკული გამოცდილებას და თეორიული გამოცდილებას უნდა გქონდეთ agile-ის მიმართულებით და კონკრეტულად business analysis მიმართულებით, რომ ამ გამოცდას თავი წარმატებით გაართვათ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკა მაინც გქონდეთ agile-ის გუნდებთან მუშაობის და მინიმუმ, ძალიან მინიმუმს ვამბობ 1 წელი ბიზნეს ანალიზის მიმართულებით, რომ აღნიშნული გამოცდა წარმატებით დახუროთ. გამოცდის ფორმატი არის online, დისტანციურად, remote-ად. თითოეულ გამოცდას ენიშნება თავისი პროქტორი, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პერსონა მონიტორის კამერის მიღმა აკვირდება და გიყურებთ როგორ მიმდინარეობს თქვენი გამოცდა. გჭირდებათ ლეპტოპი, უწყვეტი წვეტა და უწყვეტი კავშირი ინტერნეტთან, იმიტომ რომ IIBA რეკომენდაციის სახით გვეუბნება და წერს, რომ თუ დაფიქსირდება ინტერნეტის ხარვეზი და ეს იქნება თქვენი ბრალეულობით გამოწვეული, ის იტოვებს უფლებამოსილებას იმის შესახებ, რომ გამოცდა გააჩეროს და დაფეილებულად გამოცხადდეს და თანხა ამ შემთხვევაში უკან აღარ ბრუნდება, ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამოცდასთან გქონდათ Wi-Fi-ზე თუ არა, შეიძლება კაბელით გქონდეთ ინტერნეტი მიყვანილი, რომ შეიძლება Wi-Fi მწყვეტა გამოიწვიოს. მოკლედ ეს წინასწარ უნდა დაარეგულიროთ. გამოცდა ღირს $400 არა IIBA-ის მემბერებისთვის და თუ გახდებით IIBA-ის მემბერი, გამოცდა ღირს $250. ახლა რას ნიშნავს IIBA-ის მემბერობა და არა მემბერობა? iiba.org დაგილინკავთ აღწერაში. ამ ინსტიტუტს აქვს თავისი ყოველწლიური membership-ი, ან რამდენიმე წლიური membership-ი და სხვადასხვა ოფშენებია შემოთავაზებული და თქვენ შეგიძლიათ ინდივიდუალური membership-ი იყიდოთ, რომლის წელიწადში ღირებულება არის $55 და თუ რა ბენეფიტებს გსთავაზობთ IIBA ამ membership-ის შეძენით, ამაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ, იმიტომ რომ ფორმატში ახლა არ ჩდება. მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნება და ესე ვთქვათ, tips მოგცემთ, რომ membership-ი ღირს, annual membership-ი ღირს $55. membership-ი რომ იყიდოთ, იქ თქვენ ავტომატურად რაღაც ბენეფიტები უკვე მოყვებათ, უფასო ლიტერატურა, მასალები და ასე შემდეგ, ვებინარები. გამოცდა ღირს $250, ანუ $305 გამოცდას აბარებთ და კიდევ რაღაც ბენეფიტები გრჩებათ. ამიტომ არავითარ შემთხვევაში, თუ რაციონალურად ვაზრუნებთ, პირდაპირ არ უნდა ამდგეს და გამოცდა არ ვიყიდოთ, $400 არ უნდა გავიშვიფოთ. ვიყიდოთ membership-ი და membership-ით შევიძინოთ მერე გამოცდა და უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ, ამიტომ ეს გავითვალისწინოთ. ეს იყო გამოცდაზე პირველადი გასვლის ღირებულება. ჯვარი ვწერია, მაგრამ შეიძლება ჩავიჭრათ გამოცდაზე და ამ შემთხვევაში საშუალება გვაქვს გამოცდა კიდევ ერთხელ გავიაროთ და კიდევ ერთხელ ჩავაბაროთ და აქ ღირებულება არის რა თქმა უნდა განსხვავებული, ყოველთვის რეალურად უფრო ნაკლებია ხოლმე, ვიდრე პირველიც და მეორეც და უფრო იაფი ღირს ხოლმე რა. მეორე გასვლა და თუ არ ვცდები ყოველი შემდეგი გასვლა ღირს მემბერებისთვის $200 და არა მემბერებისთვის $325, მაგრამ თუ მემბერი უკვე იქნებით, რა თქმა უნდა $200 გახვალთ გამოცდაზე. IIBA-ის AAC-ის გამოცდას არ აქვს application fee, რაც ნიშნავს, რომ აპლიკაციას ავსებ, რომელსაც კიდე დამატებით ღირებულებას იხდი და მერე exam fee ცალკე არსებობს. application fee მოხსნილი აქვს ამ შემთხვევაში. და არის მარტო exam fee, რომელიც როგორც ზემოთ მოგახსენეთ ეს იყო.
ეს იყო ზოგადი ინფორმაცია გამოცდის შესახებ. უფრო დეტალებს და ჩემს მე როგორ ჩავაბარე ეს გამოცდა ამის შესახებ შემდეგ ვიდეოებში შემოგთავაზებთ. ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ დამილაიქებთ ამ ვიდეოს და თუ რამე კითხვა გექნებათ, დამიწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ.